მოლოდინი. ჩემი წასვლის დროა. გამომართვი. კიდევ შევხვდებით? ტელეგრამაც საკმარისი იქნება. ბრენდ ტიგისმენთ. რა იცი კაიზერის შესახებ? კაიზერ ვილჰემ მეორე, ჩვენი სამშობლოს რეფორმატორი და იმპერატორი. სუსტი ლიდერი, ცუდი სტრატეგი. დამარცხებამდე მიგვიყვანა და გაიქცა. ბელგიაში გადასახლდა სერ, ჰოლანდიაშია. კიდევ ცოცხალია? რა უმეცრებაა, კაპიტანო, კაიზერი ისევ ცოცხალია და გერმანიის სიმბოლოდაც ითვლება. შენ ბრძანებებს გასცემ კაიზერ ვილჰემის მეომრების მიმართ. კაიზერის უსაფრთხოების მთავარი პასუხისმგებლები შენ და რეიხი იქნებით. გენერალო, მე უკვე მოქმედი არმია მყავს. იღბალს ნუ ეთამაშები, კაპიტანო. პოლონეთში SS-ის საქმეს რომ გაეკეცი, ძალიან იღბლიანი აღმოჩნდი. ეს დიდ ღირსებად ითვლება. დიახ, გენერალო. გენერალო, თუ კაიზერი ჰოლანდიაშია, როგორ დავიცვა იგი? დილით ჩვენმა მეომრებმა ბელგია და ნიდერლანდები დაიპყრეს. ფიურერი ყველაფერზე ზრუნავს. ბრანდტი, მერვე ქვეითიჯარი. მე პოლკოვნიკი სიგურდ ილსემანი ვარ. აიდუ დე კამპ კაიზერი.
მე მიბრძანე სასწრაფოდ კაიზერის უსაფრთხოებაში შევერთებოდი. კაპიტანო, ყველა სპეციალისტი დაკავებულია, სერ. ჰოლანდიურმა არმიამ უკან დაიხია. თქვენს ხალხს შეუძლია სახლებში წავიდნენ. მე მართვის პუნქტი მჭირდება. გაჩვენებთ, შიგნით ქალების ჯგუფის შეწუხება არ შეიძლება. ვერ ვითმენ სამსახურის დაწყებას. ვილჰელმ. მოვიდნენ. არმია. შენი არმია. არა, ჩემი არმია არ არის. ის შენს დასაცავად გამოგზავნეს. შენ გეკუთვნის თუ არა არ აქვს მნიშვნელობა. თანაც სწორი შთაბეჭდილება უნდა შევუქმნათ. ვის? ჩვენი მეგობრები ბერლინში შენი სახელით აქტიურობენ. შენ არმიას სჭირდები, როგორც ყოველთვის. ყველაფერი მზად არის და ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. მეთაური ვახშამზე უნდა დავპატიჟოთ. სახლში უკვე რესტორანი გავხსენით? ჩვენ უნდა დაგვიცვას. შეიძლება, მაგრამ გარედან. ვილჰელმ, გინდა ტახტი დაუბრუნდე თუ არა? შენ კაიზერი ხარ. პერიმეტრი შეამოწმეთ. აქ ყველაფერი მიალაგეთ. გესტაპოს ინსპექტორ დიტრიხს ვეძებ. ინსპექტორო დიტრიხ, მე ბრანდტი ვარ. გუშინგელოდებოდით. ძალიან წოხარ, ჩამოსვლის შესახებ უნდა განმეცხადებინა, დიდი დრო არ მქონდა. რით შემიძლია დაგეხმაროთ, ინსპექტორო? კაიზერით. ყოფილი კაიზერით. გესტაპოს უამრავი ინფორმაცია აქვს მასზე, მაგრამ ყველა მოძველდა. თქვენი მოვალეობა იქნება დეტალური ანგარიშის ჩაბარება. რეიხთან და მის ლიდერებთან ურთიერთობების შესახებ. ყველა სიტყვა, რომელიც ომს ეხება, ასევე მისი მოქმედებები, უმოქმედობა, როგორიც რაიხის დამარცხება იყო და ასე შემდეგ. მისი ჯაშუში უნდა ვიყო? მისი სტუმრები, სახელები და ვიზიტის დრო ჩაიწერეთ. ეს აუცილებელია? დიახ. ფიქრობთ, რომ რადგანაც მოხუცია მნიშვნელოვანი აღარ არის? ბრიტანეთის გასაიდუმლოებულ სამსახურს აქვე ახლოს აგენტი ჰყავს. მოვიპოვეთ კოდირებული რადიო გადაცემის ტალღები. შესაძლოა, ჩაფიქრებული ჰქონდეთ მოტაცება ან მკვლელობა. მოხუცი კაცის სიკვდილი, რომელიც 20 წლის წინ გადააგდეს? სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის უმნიშვნელოა. ის არის ყველაფერი, რაც ძველი გერმანიიდან დარჩა. სად იყო? როცა ჩვენ მშილობდით. მას თუ რამე დაემართება, კაპიტანო, თქვენ აუცილებლად მოკლავენ. ამას მე თვითონ გავაკეთებ. მის შესახებ SS-ის ფაილი წაიკითხე? სიკვდილით როგორ არ დასაჯეს? ალბათ კარგი მეგობრები ჰყავს ბერლინში. ბრიუსელი ჩვენს მეომრებს ჩაბარდა და სადესანტო ჯარი საფრანგეთში შევარდა. თითქმის მთელი ჰოლანდია ოკუპირებულია და ხიფაც არ წარმოადგენს. ეს აუცილებელი არ არის. სტრატეგიულად შეუსაბამო და ასევე რესურსების ფლანგვა. ჰოლანდიაში შეჭრას გულისხმობ. სამხრეთით შეიარაღებული დივიზიები არდენის ტყისკენ მიდიან, მაჟინოს ხაზის გავლით. უკაცრავად თქვენო აღმატებულება. მითხრეს, რომ ყავას ამ დროს მიირთმევთ ხოლმე. შენ ახალი ხარ? დიახ, თქვენო აღმატებულება. ნუ გეშინია, რა ქვია? მიკა, თქვენო უდიდებულესობა. გერმანელი ხარ? დიახ, თქვენო აღმატებულება. ხედავ, მაშინ მითხარი შვილო, შენ შეიჭრებოდი ჰოლანდიაში? რა? შენ რომ გერმანულ არმიას მართავდე, ჰოლანდიაში შეიჭრებოდი? დიახ, რა თქმა უნდა, თქვენო აღმატებულება. და როგორია შენი საბრძოლო ობიექტი? ძალიან კარგი. კონკრეტულად რა? ჰოლანდია. ეშმაკმაც დალახროს, სიგურდ. ის ნახევარ გენშტაბზე უკეთესია.
ხვალინდელ ბრიფინგზე გელოდებით. დიახ, თქვენ აღმატებულებავ. ჩემი ცოლი მხოლოდ მასზე თუ იეჭვიანებს. არ მინდა გავახსენო, რომ 100 წლით ახალგაზრდა რომ ყოფილიყავი. მაშინ ყურადღებას რომ მიაქცევ. იცი, სიგურდ, ერთ რამეზე დავფიქრდი. თევზი დღეს ამოხდება. კაიზერმა წარმატებები გისურვათ და ხვალ ვახშამზე დაგპატიჟეთ. ტანსაცმელი გაიხადე. გთხოვ. ცოტა ნაზად. გთხოვ. კაიზერს უთხარი, რომ მის მოწვევას დავთანხმდები.
თქვენო აღმატებულებო. ამას გამოგართმევთ, კაპიტანო. მადლობა. შნაფსით ყარხარ. მოდი ვილაპარაკოთ. ახლა არა ისედაც დააგვიანე. გელოდება, მას სერი დაუძახე ცოლს მადამი ვერსალის შეთანხმების მიხედვით. სხვა მიმართვა იგრძალება. მარცხენა ხელი დეფორმირებული აქვს და არ უყურო ხოლმე. ილაპარაკე, როცა უფლებას მოგცემს. პოლიტიკას გაეკეცი. შენი აზრი არ გამოთქვა, მხოლოდ მას დაეთანხმე და გახსოვდეს, რომ 4 წლისას მან ედინბურგის ჰერცოგი ფეხით სცემა. კაპიტანი ბრანტი, პრინცი ფრიდრიხ ვილჰელმ ვიქტორ ალბრეხტ პრუსიელი და მისი ცოლი, პრინცესა ჰერმინა როის ვონ გრაცი. თქვენო აღმატებულებავ, თქვენო უდიდებულესობავ. თქვენი ვიზიტით მოხარული ვართ, კაპიტანო. ეს მართლა ძალიან მომწონს. ამ თემაზე წიგნიც გამოვაქვეყნე 1934 წელს. აუცილებლად წაიკითხეთ. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ადოლფ ჰიტლერმა გამოიგონა სვასტიკა. რა სისულელეა. ეს სიტყვა სანკრიტიდან მოდის. იგი კარგად ყოფნას ნიშნავს. და ძველ ეგზემპლარებს ინდოეთში მივყავართ. ქრისტიანობამდე 3000 წლით ადრე. ხო, ბევრ რელიგიაში ეს სიცოცხლის იღბლის სიმბოლოა. ვერ გეტყვით, რომ მან მეც იღბალი მომიტანა. უნდა ვაღიარო, რომ ღმერთმა ყველა გამოცდა ჩაგვიტარა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო. მათი წიგნები. ღმერთო ჩემო. თავიდან ბოლომდე ნეხვით დამსვარეს და წავიდნენ. ბისმარკი რამეს იტყოდა ამის შესახებ. საერთოდ ყველაფერზე რაღაცას ამბობდა. სწორედ ამიტომაც მოვიშორე თავიდან. მისი სამსახურები ღვინის ხუფებს ისროდნენ პირდაპირ თქვენს წინ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იცოდა როგორ მოქცეოდა დამნაშავეებს, მასონებს, ებრაელებს, ყველა არაპატიოს არ მოკავშირეს. სწორედ ამიტომ ძლიერი მონარქია. ღმერთის ნების ფიზიკური განსახიერება დედამიწაზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თქვენ შესახებ მოგვიყევით, კაპიტანო. საიდან ბრძანდებით? ბრანდენბურგიდან, თქვენო აღმატებულებავ. ბაბუა ჩემი არმიის ოფიცერი იყო. ასევე მამა ჩემიც. ის ომში მოკლეს, სანამ მე დავიბადებოდი. დედა თქვენი? მიწათმფლობელების ოჯახიდან იყო. მართლა? რომელი? ლუდენდორფების სანათესაოდან. გარენათესავები იყვნენ. რა თქმა უნდა, ომის შემდეგ მას სახლების დაწვა მოუწია. მახსოვს, როგორ ვეხმარებოდი ამ პერიოდში. ჩვენ საცხობიც ჰქონდა, მაგრამ უსარგებლო აღმოჩნდა. ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ყველა უბედურება, რაც დედამიწაზე ხდება, მე უნდა განვიხილო? მე ჩემი ცხოვრება სამშობლოს შევწირე და ეს არის ჩემი მადლიერება. არავის აინტერესებს, რომ ჩემმა არმიამ მიხალატა. არავის ახსოვს ჩემი არმიის დამარცხება. ლუდენდორფები, ბეტმანები, ტირპიტზები სად იყვნენ? იმის შემდეგ, რაც მე მათთვის გავაკეთე, ზურგში ლახვარი ჩამცეს. მათ ომი წამაგებინეს. სამშობლო დამაკარგვინეს.
ბოდიშ ვიხდით შემდაუნებურად მისი აღმატებულების გაბრაზებისთვის. მისი სიტყვები ფიურერზე ფაქტების შესწორება იყო და არა კრიტიკა. ძალიან გემრიელი კალმახი იყო. აქ როგორ შემოხვედი? ტანსაცმელი გაიხადე. რით შემიძლია დაგეხმაროთ თქვენო აღმატებულებავ? არა, სიგურდ, მადლობა. არაფერი მჭირდება. მოიცადე. დარჩი. ამ ღამით დარჩი. დილამშვიდობისა თქვენო აღმატებულებავ. ეს არის კაპიტანი ბრანტი ვნახე. მან მითხრა, რომ ბრიტანელებს აგენტი ჰყავთ გამოგზავნილი და ამ აგენტმა შეიძლება რამე დაგიშავოთ. აგენტი? იხვები უნდა გავაფრთხილოთ. იგი სახლში დაუყოვნებლივ გადმოყვანას მოითხოვს. კაპიტან ბრანტზე რას ფიქრობთ? ის ტიპიური გაცეცხლებული ჯარისკაცია, რომელსაც გონია, რომ მარტოც მოიგებს ომს.
არავის გაგონებთ სიგურდ? არავის. მზად ხართ ყოველდღიური ინსტრუქტაჟისთვის? დღეს გამოვტოვებ. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. თავის თავს არ გავს. ყოველდღე კარგ ამბებს ველოდები. იმედი არასდროს უნდა დაკარგო. სწორედ ეს იმედი კლავს მას. ჯობს ჯერ არაფერი ვუთხრათ. ახლა გვერდში დგომა სჭირდება. ბოდიშით თქვენ აღმატებულებო. კაპიტანმა ვონ ილსემანმა პურის მოსატანად გამგზავნა. მართლა? რა კარგია. იხვებისთვის. ხო, იხვებისთვის. ჩემი სადილობისთვის ჯერ ადრეა. არ გინდა შენი თაჭამო? ლამაზი ხელები გაქვს. შენ ფიზიკურ დატვირთვას არ ხარ მიჩვეული. ასე არ არის? მითხარი. ამი ყველაფერს ცვლის. მართალია. რას ფიქრობ იხვებზე, შვილო? მოგწონს? ლამაზი არსებები არიან და ძალიან ცოტას ითხოვენ. იხვი არ გაგასამართლებს უიღბლობისთვის და არ გაიძულებს ტახტი დატოვო. ვიცი ძალიან გენატრებად. ეს მძიმე ტვირთია. მართალი ხარ. სწორედ ასეა. კაპიტანო. კაპიტანო. თქვენო უდიდებულესობა. გავიგე, რომ ჩემზე ბრიტანელი აგენტი ნადირობს. თქვენ უსაფრთხოდ იქნებით. სიგურდმა მითხრა, რომ შარშან პოლონეთში იბრძოდით. ჩემი შვილიშვილი ოსკარი მანდ მოკლეს. ხომ არ იცნობდით? არა, თქვენო აღმატებულება, არ ვიცნობდი. წუხარების მოზიარე ვარ. წინა სექტემბერში. ვახშამზე გელოდები. თან ამ თემაზეც მომიყვები. არ გინდა კაპიტანს თავისი ახალი ოთახი აჩვენო? რა თქმა უნდა, თქვენ უდიდებულესობა. მე სტეფანი მქვია. შენ როგორ მოგმართო? დეიონი. მიკა დეიონი. შეიძლება მიკა დაგიძახო? ჯობს არ დამიძახოთ. ასეთი მიმართვა პერსონალის მიმართ აკრძალულია. მე ჩემ სამსახურს დავკარგავ და თქვენ კი თქვენსას. შენი ოთახი სად არის? კიბის მეორე მხარეს. მარჯვნივ, ბოლოში. მითხრეს, რომ ზევით იყავი. კარგი ადგილია, კომფორტული. რით შემიძლია დაგეხმაროთ, ინსპექტორო? გუშინ ღამით გადაცემა მოხდა. ჩვენ მხოლოდ ერთი სენსორიანი სატვირთო გვყავს, მაგრამ არის შანსი, რომ კიდევ სოფლიდანაც ჩამოვიდეს. მეორე სატვირთოსაც მივიღებთ და ზუსტ ადგილმდებარეობას გავარკვევთ. მალე? შენი ანგარიში როგორ არის? ჯანდაბა. წინააღმდეგი არ ვიქნებოდი ის, რომ დამეკითხა. ამბობენ, ჰოლანდიელების სექსში ისე იქცევიან, როგორც ფრანგები. დარწმუნებული ვარ, რეიხ მარქსი ყველგან მისასალმებელია. რა, ჩემი აზრით, თუ ნაკლებად უცქერთ მოსამსახურეებს, უფრო მალე იპოვნით სენსორიან სატვირთოს. გასაგებია. შენთვის გინდა რა? პერსონალის მიმართ ასეთი რაღაცები აკრძალულია. შეხვედრამდე, ინსპექტორო.
ყველა იტყვის რომ მithვალთვალებ კაპიტანო. ბოდიში თქვენო უდიდებულესობავ. ამ დღეში რას აკეთებთ? მომკლავენ თქვენ რომ რამე დაგემართოთ. სასიამოვნოა რომ ცოტათი ვაღელვებ. ჩემთან ერთად გამოისეირნე. მომიყევი პოლონეთის შესახებ. როგორი იყო შენი პირველი ბრძოლა? დიახ, თქვენო აღმატებულებავ. მაშინ რაც ელოდებოდი? სიკვდილს ველოდებოდი. მათიციან აგენტის შესახებ. ვინ იცის? კაპიტანმა, რომელიც კაიზერს იცავს. დღეს გესტაპოს გამოჩნდა. მათ მეტი რომ იცოდნენ, უკეთ ციხეში იჯდებოდი. ამას როდის გააკეთებ? რომ ჭირდება. დრო არ გაქვს. ვიცი. როგორც კი უსაფრთხოებას იგრძნობ, მაშინვე გააკეთე. და ჩვენ მოგაკითხავთ. ფრთხილად იყავი. აქ რას აკეთებთ? შენი ნახვა მინდოდა. დაკავებული ვარ. ისინი მეძახიან. ულტრეხტში გესტაპოს ოფიცერია, დიტრიხტი. მერე? თუ ხელს შეგიშლის, მითხარი. მე მოვაგვარებ. გენერალურმა შტაბმა წინა შემთხვევიდან გაკვეთილი ისწავლა. ასე არ არის, შვილო? რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობა. შეიძლება შეძლონ იმ იდიოტური მანქანის პოვნა, რომლის გაჩერება უფრო ადვილია ვიდრე დაძვრა. ბოლო ომი არ მინდოდა, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ ამას. რა თქმა უნდა, სერბები ბანდიტების დაჯგუფება იყო, როგორც ახლა, მაგრამ მე ავსტრიელებს ვუთხარი. თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ბელგრადში დარჩით. ვენაში ტელეგრამა გავგზავნე, სადაც ეწერა დარჩით ბელგრადში. მაგრამ როგორც ჩანს, არ გაუგზავნიათ. ბეტმანები, მოლტკეები, მათ ომი სურდათ. არ გააგზავნეს. ამაზე იზრუნეს. დიახ, თქვენო უდიდებულესობა. ჩემი ხმა მარტოობაში იყო. იქნებ რისი გაკეთება შემეძლო, რისი? კაპიტანს თქვენი კოლექცია ხომ არ ვანახოთ? კი, წავიდეთ, კი. მაშინ კაიზერი იყო. შეეძლო რამენაირად ერთი ტელეგრამა გაეგზავნა. ჯაშუშურის საქმეები როგორ მიდის? ისინი ერთ სატვირთოს ელოდებიან.
შენი ოჯახი. ჩემი ოჯახი? კარგად არიან? თუ კი რამით შემიძლია დაგეხმარო, მითხარი. რთული დრო მოდის. ძალიან რთული. მადლობა თქვენ აღმატებულებო. თქვენ ოდიდებულესობა. რა ხდება? ძალიან კეთილი ბრძანდებით. ტკბილი ძილი. ამ გოგონამ ფული გთხოვა? არა, მის ოჯახზე ვეკითხებოდი ყოველ შემთხვევაში. მინდოდა. მისი მანერები არ მომწონს. პერსონალის დეფიციტი რომ არ გქონდეს, აუცილებლად გავუშვებდი. ამის კითხვა შენს მოვალეობებში შედის? უსაქციელო ბრძანდებით. ვიცი. მიკა, მინდა ბოდიში მოგიხადო. პირველი შეხვედრისთვის. შეხვედრისთვის? იცი, რასაც ვგულისხმობ. მე თქვენ მინდოდით. ეს სადღაც სოფელშია. შემდეგ ჯერზე დავიჭერთ. მეორე დონის რკინის ჯვარი როგორ მოიპოვეთ? გადავრჩი. მეორედ. ნაიარები? ნამსხვრევებისგან. ზოგი ჯერ კიდევ შიგნით მაქვს. არ გტკივათ? ამიტომ ხარ აქ და არა ფრონტზე. აქ იმიტომ ვარ, რომ ბრძანებას ვასრულებ. ყოველთვის ასრულებ? სხვა გზა არის? მე ებრაელი ვარ. მე არა. გეტყობა. არ მაინტერესებს. ერთ დღეს დაგაინტერესებს. ერთ დღეს ყველა მოვკვდებით. კოშმარები გესიზმრება. სადმე ვინმე ყავს? ნეტა მყავდეს. მაშინ აქ არ ვიქნებოდი. შენ კაპიტანო? გოგოც არ ყავს? რომც მყავდეს, მაინც აქ დავრჩებოდი.
ჯობს წახვიდე. რაც შენს თავზე მითხარი, სხვას არავის უთხრა. ადრე მოხვედით, ინსპექტორო. გადამცემი უკვე სოფელშია. თუ არ გამოჩნდება, ძიება უნდა დავიწყოთ. მაგრამ ამის გამო არ მოვსულ ვარ. ხვალ მოხუცებულს SS-ის მთავარ სარდალი ესტუმრება. ჰიმლერი აქ მოდის? დაიმახსოვრე. სადილის შემდეგ საიდუმლო ადგილას წავიყვანთ. ოჯახს მოვახსენებ. არა. მოხუცებულს უთხარი, სხვა არავის. ცველებს სახლის გაჩხრეკას უთხოვ. ყველანი ღვთისია მჭირდება. მათ რა ვუთხრა? კითხვებს დამისვავენ. მათი საქმე პასუხის გაცემაა. ერთ საათში დავბრუნდები. კაპიტანი ბრანტი ცალკე შეხვედრას მოითხოვს. თქვენო უდიდებულესობა, რასაც ახლა გეტყვით, მხოლოდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ვილჰელმ, კაპიტანო, ახალი ამბები შეიტყვეთ. SS-ის რეიხფიურერი ხვალ სადილზე გვესტუმრება. რა კარგია. ახლაღან მივიღე ტელეგრამა ბერლინიდან. იმედი მაქვს, მას გერინგზე კარგი მანერები აქვს. ცუდია, რომ მისი ცოლის არ მოდის, მაგრამ არა უშავს. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. რამოდენიმე წლის წინ აქ მოვიდა ის მსუქანი გერინგი. ვერასდროს გაიგებდი კაცი იყო თუ ქალი. 4-ის მაგივრად შეჭამა. 4-ის მაგივრად. ჩემი ძველი პოლკი მას ძაღლებს მიუქცევდა. ჩემი ქმარი ყოველთვის ასე ხუმრობს. დღეს ბევრი საქმე გაქვთ, კაპიტანო, ალბათ არა? აღარ მოგაცდენთ. სჯობს ვერცხლის დათვლა დაიწყო. ვილჰელმ, მინდა მოგახსენოთ, რომ გესტაპო სახლს გაჩხრეკს, სანამ რეიხფიურერი მოვა. ჩვენ შორის ვიტყვი, რომ აჯობებს კაიზერმა თავისი აზრები არ გაავრცელოს გესტაპოს თვალწინ. ინსპექტორ დიტრიხს იუმორის გრძნობა არ გააჩნია. ხო, მართლა, პოლკოვნიკო. სახლში იარაღს ინახავთ? დიახ, მისი უდიდებულესობა ისვრის ხოლმე. ვინ წმინდავს? იარაღს? წყემსები? მოსამსახურეები არა, ხო? არა, რა თქმა უნდა, არა. რატომ? მადლობთ. შვიდად. სათხართ? კაპიტანო, თქვენო უდიდებულესობა. ჩემი ქმრის იუმორი სერიოზულად არ უნდა მიიღოთ. ფიურერის მასზე მეტად არავის ძამს. გთხოვთ. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მიცის, რომ ჰიმლერი ჰიტლერის მარჯვენა ხელია. ზოგი თვლის, რომ გერინგის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ აშკარაა, რომ მთავრობა ჩვენს დახმარებას აგრძელებს. ვილჰელმი ერთადერთი იმას ვერ იგებს, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ბოლო ომამდე ის გერმანიაში ყველაზე მდიდარი კაცი იყო. შიშობ მას ფულის ყადრი წესიერად არ გაეგება. ვიზიტის მიზეზი
მხოლოდ და მხოლოდ მონარქიის აღდგენის შეთავაზება შეიძლება იყოს. ფიურერს კარგად გამოსდის ეს ისედაც ჩანს. მაგრამ აშკარაა, რომ ამ კრიზისში გერმანიას ახალი მეფე სჭირდება. კაცი, რომელიც გამოირჩევა გამოცდილებითად ბრძენობით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ეკლესიის, არისტოკრატიის და სამხედრო ძალების ერთგულება. მე რამოდენიმე კავშირით ვსარგებლო ბერლინში. მეც არაფერს გეტყვით. მოხარული ვარ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, გერმანიის გულისთვის ვიქცეოდი ასე და არა იმიტომ, რომ ვნახო ჩემი დები როგორ მცემენ თაყვანს. არ ვარ დარწმუნებული. უნდა ვუჩივლო თუ არა მათ. ისინი ცუდად მეკცეოდნენ ბავშვობაში. კაპიტანო, ჰიმლერს თქვენი შთაბეჭდილებების მოსმენაც მოუნდება, როგორც კაიზერის მცველის. იმედი მაქვს პოზიტიურ შეფასებას მისცემთ ჩვენს ბატონობას. რა თქმა უნდა, თქვენ უდიდებულესობა. ძალიან კარგი. ვიცოდი, რომ თქვენი ნდობა შეიძლებოდა. ოდის გიხდით. ყველა მიცის. რა? კაიზერის ცოლმა ტელეგრამა მიიღო. ვიცი, ვინც გამოუგზავნა. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ ჩემმა ხალხმა ზევიდან დაიწყოს. შენმა კი ქვევიდან. სწორედ ეს უნდა შემომეთავაზებინა. საგიჟეთია, ნამდვილი საგიჟეთია. თავი ვინ გქონიათ? არ იციან ვინ ვარ? ეს არ უნდა დაგეშვა. ის გოგო მომიყვანეთ. ყველა ოთახი. პირად ნივთებს პატივი ეცით. მე ბოლოდან დავიწყებ. ბიძაჩემმა, ფრიდრიხმა, ერთხელ თქვა, რომ ცალხელა კაცი ვერასდროს გახდებოდა პრუსიის მეფე. მაშინ ვფიქრობდი, მაგასაც გაჩვენებ, ნაძირალავ. ბებერი იდიოტი, ჩემს გამეფებამდე მოკვდა. მეგონა სპეციალურად გააკეთა. ვინმეს ვხვდები? ვხვდები? არა, თქვენ უდიდებულესობა. უბრალოდ ერთი კაცი არის? რა თქმა უნდა. გიყვარს? არა, თითქმის არც ვიცნობ. პირველ ქალს, რომელიც მიყვარდა, ელას ეძახდნენ. ჩვენს საერთობები აყვავდა ინგლისის დედოფალი ვიქტორია, დედამისის მხრიდან, მაგრამ ელა ის ძალიან მაგარი იყო. რა თქმა უნდა იცოდა. ერთი ზაფხულის საღამოს ჩავიმუხლე და მისი ხელი ვითხოვე. ის კიდე ვიღაც რომაელს გაჰყვა. ბოლშევიკებმა მოკლეს მაღაროში. ვფიქრობდი, რომ ეს მას რაღაცას ასწავლიდა. ისტორიის მორალი ასეთია. ფრთხილად იყავი შენ სურვილებთან. ცხოვრებისგან ყველაფერი აიღე. შენ სწორედ ამას აკეთებ. მორჩით? ჯერჯერობით კი, ბედნიერი ჩანხართ. რა თქმა უნდა. მე ხომ ყასაბის შვილი ვარ. მიუნხენიდან და კაიზერის სახლს თავდაყირა ვაყენებ. აი რა გაუკეთა ნაციონალ-სოციალიზმმა გერმანიას.
ეს პერსონალის ფაილია ვონ ილსელმანისგან. მასზე რას ფიქრობ? უვნებელია, არ მომწონს. თქვენ არავინ გესიმპათიურებათ. ხვალ დავბრუნდებით. წავედით. ხო, ჰიმლერი მოვა. ჰიმლერი? SS-ის მხედართმთავარი? საღამოს მოვა და ვახშამზე დარჩება. შემიძლია მოვკლა. ეს ჩვენს მისიაში არ შედის. მაშინ ლონდონში ატყობინეთ, მათ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა. ეს სუიციდი იქნება. SS-მა მამაჩემი და ჩემი ქმარი მოკლა. აქ შენი ოჯახის გამო არ ხარ. ლონდონში ატყობინეთ, რომ მზად ვარ. უთხარით, რომ ამას ვიზამ. ღმერთო ჩემო. მიკა. სახლში მოვალ. პასუხს ხვალ გეტყვი. წავედით. გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. Sorry. ბოდიში. I can go. თუ გინდა შემიძლია წავიდე. არა. დარჩი. წყნარად. What is it this time? ამჯერად რა იყო? უარესი. სოფელი ქალებითა და ბავშვებით სავსე. SS-ის გადაცხრილული.
ეს კარგი დღე იყო. ვიფიქრე, რომ ეს ღმერთმა ჩაიდინა. ყველაფერი მაგის გამო მოხდა. იქ გოგო იყო. ჯერ კიდევ ცოცხალი. ვეცადე მის გადარჩენას, მაგრამ მაინც მოკვდა. ოფიცერის სიკვდილამდე ვცემე შტაბთან ახლოს. ასეთი კაცები SS არ წყვენენ და ყოველივე ჩვენგანს. ისინი წესებით ცხოვრობენ და არა გამონაკლისებით. ამის არ მჯერა. უნდა წავიდე. ცოლად გამომყვები? რა? ცოლად გამომყვები, დღესვე. სერიოზულად? აბსოლუტურად. მე ხომ ებრაელი ვარ. მე დაგიცავ. არა. არავის შეუძლია. მე ჩემს ვალდებულებას შევასრულებ. ყველამ უნდა შეასრულოს. არასდროს ჩერდები და ყოველთვის ადგილზე ხარ. რატომ მოდის სიგურდ? რატომ? არ მგონია ჩემი კოლექციის სანახავად მოდიოდეს. ეს შესაძლებელია? ამ ყველაფრის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ არა. ამით თქვენს მეუღლეს ძალიან გაახარებდით. ძვირი არ დამიჯდება. სიგურდ, დილის ინსტრუქტაჟი მჭირდება. ყველაფრის კურსში უნდა ვიყო. თქვენ ოდიდებულესობა. რა ხდება? ვილჰელმ, ძალიან წუხვა, რომ ეს ბინძური საქმე უნდა გაგანდო. ეს სამარცხვინო ფაქტი შენს ცოლსაც ეხება, რომელიც აჯობებს გავათავისუფლოთ. და რა არის სკანდალის მიზეზი? გოგონას ოფიცრის საწოლში შეუსწრეს. ფრაულინენკამპი იფიცება, რომ ეს პირველად არ მომხდარა. თქვენო უდიდებულესობა, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. და ეს ყველაფერი მაშინ გამოაჩკარავდა, როცა ბატონი ჰიმლერი მოდის. ჯობს მან ამის შესახებ საერთოდ არ შეიტყოს. გათავისუფლებული ხართ. ნივთები ახლავე ჩაალაგეთ. არა, დაიცადეთ. არავინ არსად წავა. მე დაველაპარაკები კაპიტანსაც და გოგონასაც. ოღონდ მარტო. არ ვიცი რამდენად გაიგებ. მათ ჩვენ სახლში შეუსწრეს. თუ როგორ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. ეს გოგონა მეძავზე უკეთესი არ არის. ამ ოფიცერმა კი თავისი ფორმა შეარწყვინა. შენი ფორმაც. შეიძლება გერმანიას არ მართავ, მაგრამ ეს ჩემი სახლია. იმედი მაქვს ამაზე ლაპარაკობდი. ეს ის არის? იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, თქვენ ოდიდებულესობა. ძალიან კარგი. რწმენია ვაღიარო, მაგრამ პირველ ქორწილამდე მინიმუმ 2 უკანონო შვილის მამა ვიყავი. ერთი ავსტრიის გრაფინიასგან, მეორე ფრანგი მეძავისგან, რომელსაც მადამ ლამურს ეძახდნენ.
ორივე მაშანტაჟებდა გრაფინიას და მეძავიც. მეძავისგან უკეთეს ველოდებოდი. ბევრი ცოდვა გამაჩნია, მაგრამ თვალთ მაქცობას ვერ დამაბრალებენ. ასე რომ თქვენს მოვალეობებს დაუბრუნდით. მაგრამ შემდეგში ცოტა უფრო წინ დახედულად უნდა მოიქცეთ. მადლობა თქვენო უდიდებულესობა. მის უდიდებულესობას თქვენი ნახვა სურს. შენთვის წერილი მაქვს, კაპიტანო. მელოდებოდით? მინდა რაღაც გაჩვენო. ის თურმე პასტორი ყოფილა. რადიო მიმღები და კიდევ რაღაცეები ვიპოვეთ. დირქსენი გუშინ ღამე შეუვარდა, თორემ მანამდე ვაპირებდით. დღეს ღამისთვის ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. კარგი ნამუშევარია, ინსპექტორო. წოღარ რომ დილით იქ არ იყავი სიგურდ. იმის შემდეგ რაც ცნობილი გახდა ჰიმლერის აქმასვლის ამბავი, შენი დამოკიდებულება იმედებს მიცრუებს. მე მონარქიის დაბრუნებას ისევე ველოდები, როგორც თქვენ. ერთადერთი იმის მეშინია, რომ ეს შეხვედრა რისკებთან არის დაკავშირებული. რას გულისხმობ სიგურდ? კაიზერის მოთმინება უკვე იწურება. თუ ის ჰიმლერის პროვოკაციას წამოეგება, რასაც გერინგი ცდილობდა, მაშინ ყველაფერს დაკარგავს. არა მარტო წლიურ შემწეობას, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც კი. გრძელი დანების ღამემ გვასწავლა, რომ თუ ვინ და რა არიან ისინი. ფიურერი ებრაელებს და კომუნისტებს ებრძოდა. ყოფილი კანცლერი და მისი ცოლი საკუთარ სახლში მოკლეს. არავინ არის დაცული, მათ შორის არც თქვენ. მაშინ იმაზე იზრუნეთ, რომ არავინ გააბრაზოს. კარგით, პოლკოვნიკო. თქვენო უდიდებულესობავ. კაპიტანო, აქ არის. ხო,
ჰერ რეიხფიურერ, მე სიგურდ ვონ ილსემანი ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გაგაცნობთ კაპიტან ბრანდს, მერვე ქვეითებიდან. აქ არმიას ის განაგებს. კაპიტანო? ეს კი პრინცი ფრიდრიხ ვილჰელმ ჰერ რეიხფიურერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სახლში. მოხარულები ვართ, რომ გამონახეთ დრო აქ მოსასვლელად, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენმა მეუღლემ ვერ შეძლო. იმედი მაქვს, მოგცემთ უფლებას, როგორც ჰოჰენ ზოლენის დინასტიის და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. მოგილოცოთ თქვენ და ფიურერს ეს შესანიშნავი გამარჯვება. ნაციონალურ სოციალურ დემოკრატიული სამუშაო პარტიო მადლობას გიხდით მოლოცვისა და გვერდში დგომისთვის. ნება მომეცით თქვენი ოთახი განახოთ. მადლობა. გზაში ძალიან დავიღალეთ. სანამ ვივახშმებთ, შეიძლება რომ განმარტოვდეთ. ეს შეხვედრა შტაბისთვის მნიშვნელოვანია. ამის მოწყობა შეიძლება. უნდა დავილაპარაკოთ. ახლა არა. კი, სწორედ ახლა. გვითხრეს, რომ ეს საიდუმლოდ შეგვენახა. გესტაპომ პასტორი დააკავა. ახლა დაკითხვაზე ხავთ. მალე ყველაფერს იტყვის. მე რატომ მეუბნები? ჩემთან რატომ იწექი? ეს რა კითხვა არის? ბრძანებებს ასრულებ? ეს შეცდომა იყო, სრული სიგიჟეა. შენ მე მიყენებდი. ხოლო ჩემ თავს. ჩემი მოკლა თუ გინდოდა შეგეძლო აქამდე გაგეკეთებინა. ბოლო ხმაზე დავიყვირებ. მაშინ დიძრიხი თავის საუბარს დაიწყებს. საიდან იცი? მე მასთან ერთად გნახე ეკლესიაში. თან ებრაელი ხარ, რომელიც გერმანულ მედლებში ერკვევა და თავის ოთახში იარაღს მალავს. მაშინ კაპიტანო, თქვენი მოვალეობა შეასრულეთ. წადი. ახლავე. გთხოვ. არ შემიძლია. გინდა რომ ჩემი ფიცი დავარღვიო? სამშობლოს ვუღალატო შენს გამო. მე არაფერი მithოვია, კაპიტანო. შენი მოვალეობა შეასრულე. მე ჩემსაც შევასრულებ. დიდი ბოდიშით რეიხფიურერო. რით შემიძლიათ გაგეხმაროთ? ეს თქვენთვის არის, რეიხფიურერო. ვფიქრობ, თქვენს ადგილას ვიყავ კაცს ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი არ უნდა ჰქონდეს. ძალიან რთულია ბოლოების შეერთება. ვიცი, რომ ჩემს სახლში მოსამსახურეები ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ომის პერიოდში. რთული შესანარჩუნებლები არიან. მადლობა.
აი სად ყოფილ ხარ? ნერვიულობდი. ვახშამი თითქმის მზად არის ვილჰელმ. ვილჰელმ. როგორც ჩანს, ჩვენ ბერლინში დავბრუნდებით. თუ მოგვინდა, ეს სიმართლეა? ისევ მეფე იქნები? შიშობა ახალი გარდერობი დამჭირდება. ვფიქრობ, ეს ჯერჯერობით არავის უნდა ვუთხრათ. ზვირფასო ფრაუ რინენჰამ, ხვალ პირველ რიგში ბარგი უნდა ჩავალაგოთ. თქვენო უდიდებულესობავ. მინდა რომ მოგილოცოთ. ვიცი რომ ორივე სხვანაირად ვფიქრობდით მთავრობის ხალხზე, მაგრამ მე ჯერ კიდევ მჯერა რომ მათთვის და ყველა გერმანელისთვის უკეთესი იქნება თუ ტახტზე ქრისტიანი იჯდება, რომელიც გავლენისგან თავს შეიკავებს. ღმერთმა მაინც არ მაპატია ის ყველაფერი. თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ სავახშმოდ არ დავფატიჟეს. ნაციონალურ სოციალიზმისთვის ზედმეტია. პასტორი არ ალაპარაკდა? დავურეკე. დიდხანს აღარ უნდა გაგრძელდეს. შვიდად ჯელტმენებო. ეს შნაფსია? ეს მეტი შორს არ წავა. ესაა ყოფილ კაიზერს ველაპარაკე. და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის დათანხმდა კვლავ დაუბრუნდეს ტახტს ბერლინში. მაგრამ უნდა გითხრათ რომ ეს ტყუილია. ფიურერის მიზანია დანარჩენი მონარქები გამოიტყუოს რეიხში. თქვენ ორნი ერთად იმუშავებთ და მოხსნით ყველა კავშირს სახლის შიგნით თუ გარეთ. როდესაც შეტყობინებას გააგზავნიან, თქვენ გეცოდინებათ საიდან მოვიდა და ამის შესახებ ჩემს ოფისს მოახსენებთ ბერლინში. შეკითხვები გააქვთ? ძალიან კარგი. ცოტა ხანი გაჩერდება. კაპიტანო, თქვენო აღმატებულება. შიმშილით კვდები. ცოტა შევისვენოთ და გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში ამერიკელებმა გადაწყვიტეს არ ჩართულიყვნენ. ისინი ვარდნას გაეცდიან როგორც ებრაელები და კომუნისტები. ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, ჩვენ ინტერნაციონალურ გარიგებას გადავეყარეთ, რომელიც ებრაელების დედაქალაქის ფინანსირებით მოეწყო ამერიკაში. ადრე თუ გვიან დაამარცხებენ. თქვენგან სასიავნო მოსასმენია. 30 წელი გქონდათ რომ რამე გეღონათ ებრაელების მიმართ, მაგრამ უბრალოდ შეუშვით.
ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს. თქვენ ებრაელი მეგობრები გყავთ, ხო? დარწმუნებული ვარ, ეს სადღაც წავიკითხე. ბოლო ომში გერმანელი ებრაელები იბრძოდნენ და სამშობლოს თავი შესწირეს. რას გულისხმობთ? ჩემი აზრით 20-იან წლებამდე ცოტა ხდებოდა ებრაელების ხიფაც. ამისთვის ფიურერს ვუხდით მადლობას. პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველგან ერთნაირია, მაგრამ ახლა გერმანიაში უნდა გავიაზროთ მოვალეობის მასშტაბურობა და შევისწავლოთ პოტენციური გადაწყვეტილება კრეატიული მიდგომის დახმარებით. და ჩვენს გზაზე ბევრი წამოვა, იმედი მაქვს. გერმანიას ხალხისთვის მეტი სჭირდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთით, ამიტომ გადავხედავთ სხვა მოსახლეობის ჯგუფებს. სადაც გადასახლება მიზანშეწონილი არ იქნება, უკეთეს გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოხუცები და ფსიქიკურად შეშლილები რეიხის რესურსების ნიაღვრებად ითვლებიან. ბავშვების გარდა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ომის პერიოდში გაგვიჭირდება მათი გამოყვება, მაგრამ თავად შეეძლებათ ეს კაპიტალი მოიპოვონ. და ჩვენ უკვე ექსპერიმენტულ სტადიაზე ვართ. ამას წინათ ვეწვიე ლაბორატორიას პოტსდამში, სადაც ინვალიდ ბავშვებს წითელ ბუშტებს აძლევდნენ, რომ ეთამაშათ და შემდეგ გულში კონცენტრირებულ ფენოლს უკეთებდნენ. უკაცრავად? ფენოლი, მას ასევე კარბონის მსჯავრს უწოდებენ, ადვილად ვრცელდება. ისინი ძილში კვდებოდნენ, მაგრამ ექიმი ასისტენტთან ერთად, ორივე რა თქმა უნდა, პროფესიონალები, წუთში 10 აკეთებდნენ. მე მგონი ეს სულაც არ უხდება იმ მასშტაბს, რაც გვჭირდება. ბრენდი და სიგარა ხომ არ გნებავთ, ბატონო ჰიმლერ? დიახ, დიახ. მე ჩემს კოლექციას დაგათვალიერებინებთ, რომელიც უუთჰაუსმა შექმნა. პირველი გამოშვება. შიშობ, ჩემი წასვლის დროა. ხვალ ადრე უნდა ავდგე. ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ? რა თქმა უნდა. ბრენდ, ისინი წესებს მიყვებიან. ეს შენ ხარ გამონაკლისი. გამაგებინეთ თუ პასტორი რამეს იტყვის. როგორც იქნა ამან დაგაინტერესად ბრენდ. თავი კარგად გაართვი. შენით ვამაყობ. იდიოტი ხარ სიგურდ, კინაღამ ყველაფერი ჩაშალე. პოლკოვნიკო. იცით რაზე დავფიქრდი? ოფიცერი, ერთგული, სამშობლოს მიმართ უნდა იყოს, ხომ? ჯერ იმას უნდა ვუპასუხო, რომელია ჩემი სამშობლო და არსებობს თუ არა იგი.
ჰიმლერის შეთავაზება მახია. ნამდვილად. მათ სურთ გაიგონ, თუ ვინ უჭერს მალულად მხარს მონარქიის დაბრუნებას. იმედი მაქვს მის უდიდებულესობას შეატყობინებთ. უნდა დაგტოვოთ. კაპიტანო. მადლობა. რა მოხდა? უნდა გავქრა სამუდამოდ. მაგრამ პირველ რიგში თქვენთვის შეტყობინება მაქვს. Winston Churchill-ისგან. რა თქმა უნდა, შენ ხარ აგენტი. შენ. გასაოცარია. მიშველეთ. 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 დამეხმარეთ. გაიზერი. დაიცა ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. რა მოხდა? მოკვდა? ჩვენ დავილაპარაკეთ და მე წამოვედი. მან ნაჯახი აიღო და დაეცა. ახლავე წადი აქედან. წავალ. ბრენტი? ვიპოვი. გესტაპო იყო. მათიციან. ისინი მოდიან, ვერ გაიქცევი. მიკა, მენდე. ბრენტი ვარ, მომისმინეთ. ერთ-ერთი მოსამსახურე აგენტია. ყველა კაცი მოიყვანეთ, ყველა გასასვლელთან დააყენეთ. ჩემი ბრძანების გარეშე არავინ გაუშვათ და არ შემოუშვათ. გასაგებია? კარგად ვარ, კარგად. უბრალოდ თავბრუდა მეხვა. ყველაფერი რიგზია. კარგად ვარ. გთხოვ, ნუ ნერვიულობ. რამდენჯერ გითხარი ღამე თუ მუშაობ მეთქი? მახსოვს. არ დაიჯერებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან შეტყობინება მივიღე. ჩერჩილისგან. რა შეტყობინება? რა? მან ინგლისში გადასახლება და ომის დასრულების შემდეგ ტახტზე დაჯდომა შემომთავაზა. რა მაგარია? ორი შეთავაზება ერთ საღამოს. 20 წლის მერე. ვილჰელმ, დაისვენე. რა თქმა უნდა. ზრდილობიანა თუ არის და მადლობა ვუთხარი. რა თქმა უნდა. გთხოვ, დაისვენე. სიგურდი ახლავე მოვა. ჰერმინა. უნდა გამოგიტყდე. ბერლინში არ დავბრუნდები. არსად წავალ. შენთან დავრჩები. რაც არ უნდა მოხდეს. დღევანდელი დღის გამო? იმ საშინელი ადამიანის გამო? აქ არ უნდა მოგვეყვანა. რასულელი ვარ. არა, პირიქით, შენი მადლობელი ვარ.
ისინი ჰიმლერს არ გვანან. You will talk ფიურერს დაელაპარაკე, აუცილებლად გააგდებს. რამე უნდა ვიღონოთ. საერთოდ არ არის აუცილებელი, ისინი ჩვენ არ გვანან. ადრე უნდა მიხვდარიყავით. შემომხედე. ჩემო სიყვარულო. ეს ღმერთის ნება. ეს ყველაფერი. არა, რატომ? მე კმაყოფილი ვარ. როგორც ყოველთვის. მართლა? მართლა. then so am I. მაშინ მეც. ის ახალი მოსამსახურია. მას გულის არეში ტკივილები აქვს. ექიმი კარლი უკვე გზაშია. არ ინერვიულო სიგურდ. მომეხმარეთ. ფრთხილად. წავედით. ექიმი უკვე გზაშია. ნუ ღელავ სიგურდ. ფრთხილად. უბრალოდ ლოგინში ჩამაწვინეთ. კაპიტანო, კარი გააღეთ. საავადო მყოფოში უნდა წავიყვანო. კარი გამიღეთ. ბრენტ, ექიმი უკვე გზაშია. ბრენტ, დაეცადეთ. მასთან ერთად უნდა წავიდე. მიკა. გესტაპო მას ეძებს. ჩააჯინე, სასწრაფოდ. ამდენ ხანს რას ელოდებოდი? გეგონა გესტაპოს ჩაგაბარებდი არა? მართალია, ასე უნდა მოქცეულიყავი. შეჩერდით. კარი გააღე. ჩვენ საიდუმლო აგენტს ვეძებთ. როგორც ჩვენ, გააღეთ კარები. ჯანდაბა უკვე აქ არიან. მიკა, იარაღი მომეცი. მიკა. კარები გააღეთ. ახლავე სერ. მანქანა გაზიეთ სასწრაფოდ. ვითომ სად მიდიხართ? საავადო მყოფოში კაიზერს გულის შეტევა აქვს. აგენტია ჩვენი პრიორიტეტი. ჩემთვის მისი სიცოცხლე. პერიმეტრი ალყაში მოაქციეთ. ჩემი ხალხი წაიყვანეთ და სახლი გადაჭხრიკეთ. 1 საათში დავბრუნდები. მის სახლში შევიდეთ. გაწიეთ ეგ იდიოტური მანქანა. წადით. ფურგონს შევამოწმებ. აქ კაიზერია, გაეთრიე. უბრალოდ შევათვალიერებთ. არა.
მიკა. You saved my life. თქვენ მე გადამარჩინეთ. მიხარია რომ მოვასწარით დამშვიდობება. მომენატრები. რა ლამაზი ხელებია. თქვენო აღმატებულებავ. თქვენო აღმატებულებავ. Your Highness. ბრენტ. ბრენტ. He's just asleep. უბრალოდ ჩაეძინა. გააქვს წასასვლელი სადმე. ერთი მისამართი მაქვს, წამოხვალ ჩემთან ერთად. სამშობლოს ვუღალატე, მაგრამ ვერ დავტოვებ. გთხოვ, აქ მოგკლავენ. გესტაპოს ორი ოფიცერი დავტოვე სადარაჯოთ, მე კი კაიზერი წამოვიყვანე საავადმყოფოში. აგენტმა ისინი მოკლა და გაიქცა. არ მოიწყინო. მე კიდევ ვიპოვი იმას, რისთვისაც ღირს ბრძოლა. Me too. მეც. მე ვიცი. ცოლად გამომყვები? Come and find me. ომის შემდეგ მიპოვე. ეს ის ნიშნავს? Of course. რა თქმა უნდა. წავიდა. მადლობა.
წითელი ჯვრიდან. თქვენო უდიდებულესობა, კაპიტანმა გრანტმა შეტყობინება გამოგიგზავნათ ბერლინიდან. მას კარგი ამბები აქვს. მადლობა, სიგურდ. რა თქმა უნდა, კარგი ამბები აქვს. აი, სათყოფილ ხარ. ბოდიში რომ გავოდინე. პრემიერ-მინისტრს უნდა შენთან შეხვედრა. მადლობა. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები ნატალია ყულოშვილი და ირაკლი ფრანგიშვილი. ხმის რეჟისორი მახოშონია.